ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ნატოს მოკავშირეები მკაცრად გააკრიტიკა და პენტაგონის მიერ ევროპაში განლაგებული ამერიკული ძალების 6-თვიანი გადახედვის შესახებაც გამოაცხადა, რომლის შედეგებიც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად აიღებენ ევროპელი მოკავშირეები საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტ პასუხისმგებლობას. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ჰეგსეტმა მოკავშირეებს ალიანსის გადატვირთვისკენ მოუწოდა, რათა 32 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ორგანიზაცია აღარ ვერსიად გარდაიქმნას, რომელიც ნებისმიერი საფრთხის შეკავებას შეძლებს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ნატო ქაღალდის ვეფხვი და ცალმხრივი გზა იყო, ეს დასრულდა. ჰააგის სამიტი სწორედ ამას ეხება. სწორედ ამას ემსახურება თავდაცვის ხარჯების გაზრდის ვალდებულებები. ნატოს კვლავ ნამდვილ სამხედრო ალიანსად გადაქცევას, რომელიც რეალურ სამხედრო ძალასა და ნამდვილ შეკავებაზეა ორიენტირებული. ცივომში გამარჯვებული ნატოს ვერსია 1-ის მოდელზე დაფუძნებული ვერსია 3, რომელშიც ჩვენი მოკავშირეები თავად დგებიან ევროპის კონვენციური თავდაცვის სათავეში. ნატომ მუდამ ასეთი უნდა ყოფილიყო და სწორედ ამას ელოდნენ მისი დამფუძნებლები, მათ შორის პრეზიდენტი ეიზენჰაუერი. ევროპა შეერთებულ შტატებზე დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო. ნატოს ვერსია 2 ევროპის დაცვაზე აღარ იყო კონცენტრირებული. იგი რეგიონს გარეთ მიმდინარე ოპერაციებსა და ისეთი საკითხებისკენ გადაიხარა, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებებთან საერთოდ თითქმის არაფერი ჰქონდათ. ტანკების განადგურებლებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაცვლად, ყურადღება გენდერულ თანასწორობასა და კლიმატის ცვლილებაზე, ასევე თავდაცვის ხარჯების შემცირებაზე იყო გამახვილებული. სოციალურად უზრუნველყოფაზე ორიენტირებული სახელმწიფოები მომრავლდნენ. ევროპის საზღვრები ფართოდ გაიხსნა. თავდაცვის ბიუჯეტები ისევე როგორც ევროპის რწმენა საკუთარი თავისა და საკუთარი ცივილიზაციის მიმართ მკვეთრად შემცირდა. ნატომ საკუთარი გზა დაკარგა. ვერსია 2 ყურადღების გადატანის, დეინდუსტრიალიზაციისა და დემილიტარიზაციის ეპოქა იყო. ეს სხვის ხარჯზე ყოფნის ეპოქა იყო. ეს იყო დაკარგული პერიოდი, რომელშიც არ დაუბრუნდებით. სწორედ ამიტომ თავდაცვის დეპარტამენტში ასე მკაფიოდ და პირდაპირ ვსაუბრობთ ნატოს ძირითადი სამხედრო როლისა და ხასიათის აღდგენაზე. ამიტომაც დავაბრუნეთ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების რაოდენობა ევროპაში 2022 წლამდელ დონეზე. გასულ წელს ერთი საბრძოლო ბრიგადის გადაადგილებით და მიმდინარე წლის დასაწყისში დამატებით 5000 სამხედრო მოსამსახურის შემცირებით. ამავე დროს სწორედ ამიტომ თანამშრომლობთ ასე თანმიმდევრულად ჩვენს მოკავშირეებთან და სწორედ ამიტომაც გავაძლიერეთ ჩვენი თავდაცვის სამრეწველო ბაზა და წავახალისეთ მოკავშირეებიც. ნატოს ვერსია 3 რეალობად აქციონ, დაუბრუნონ სამხედრო ალიანსი მის ფესვებთან და ისეთი ევროპული სამხედრო ძალა უზრუნველყონ, რომელიც აგრესიის მდგრად შეკავებას შეძლებს. საჭიროების შემთხვევაში კი ნატოს მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეძლებს. ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ერთდღიან შეხვედრაზე შეიკრიბნენ, რათა ანკარაში ჩანიშნული სამიტისთვის მოემზადონ. ამ შეხვედრაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ თავის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივანს ირანთან მიღწეული შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჩვენ ყველას იმედს გვაძლევს მშვიდობის პერსპექტივა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის შეთანხმებას მოჰყვა. პიტ, ეს მართლაც გამორჩეული მიღწევაა. გმადლობ და რა თქმა უნდა, ამისთვის მადლობა პრეზიდენტსაც. ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკისთვის. ამიტომ დღეს შესაძლებლობა გვექნება მოკავშირეების კონკრეტული წვლილი განვიხილოთ საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფას ემსახურება. რაც შეეხება უკრაინას ველი რომ დღეს მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მხარდაჭერის ახალი დაპირებები გამოცხადდება, რადგან ჩვენ რუსეთის სასტიკი ომის დასრულებისთვის ჩვენი მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ. ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას და ჰეგსეთის კრიტიკულ განცხადებებს წინ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოკავშირეებისთვის იმის თქმა უძღოდა, რომ მათზე თავდასხმის შემთხვევაში ვაშინგტონი გარკვეულ სამხედრო ხომალდებსა და ავიაციას აღარ გამოყოფს. ევროპელი მოკავშირეები და კანადა ახლად ცდილობენ იპოვონ გზები, რათა გადაწყვეტილებით წარმოქმნილი დეფიციტი შეავსონ.